მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, subscribe-ის ღილაკზე ხელის დაჭერა არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ, მოიწონოთ, დაალაიქოთ და გააზიაროთ ჩემი ვიდეოები. ეს იქნება თქვენი მადლობა იმისათვის, რასაც მე უფასოდ ვაკეთებ. სამყაროში არ არსებობს უფასო არაფერი, ეს ადამიანს ძალიან ცუდად დაუბრუნდება, როდესაც ადამიანი ყველაფერს იყენებს და სამაგიეროდ არაფერს არ აკეთებს. მე მხოლოდ გთხოვთ დალაიქებას, გაზიარებას და არხის გამოწერას. მეც არაფერს, დიდი მადლობა. ასევე დიდი მადლობა ყველა დღე მომდის ჩარიცხვები ჩემი ვიდეოების ყურების საფასურად ადამიანები მირიცხავენ თანხას. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. თქვენ არ გეგონოთ რომ მე სახელს გვარს ყველაფერს არ ვკითხულობ, ძალიან დიდი მადლობა და თითოეული თანხის, ნებისმიერი თანხის გამოგზავნის საფასურად გიგზავნით ჩემს უდიდეს ენერგიის ბედნიერ ენერგიას, რომ თქვენ იყოთ ძალიან ბედნიერი და წარმატებული. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრილ ვართ, თუმცა ამას ვერ ვიტყვი სტორებით, იმიტომ რომ ყოველ დღე მე ვიწრო შორთებს ვდებ ხოლმე მაგიური სამყაროს არხზე. ასევე ტელეგრამზე ძალიან ხშირად, შეიძლება ვერ, მაგრამ კვირაში რამოდენიმეჯერ მაინც ვაქტიურობ. ტელეგრამი არის უფასო, მოგეხსენებათ მეგობრებო, გადადით და მოისმინოთ ყოველ დღე საინტერესო ინფორმაცია. ასევე ჩვენ გვაქვს მარათონი, რომლის ღირებულება არის $80. ჩემი იღბლიანი გზა და უკვე მარათონსაც ესე ვთქვათ ვაკეთებთ და მოკლედ ჩვენ არ ვჩერდებით, სხვები ისუნებენ, ჩვენ მუშაობთ. დღეს მინდა მიუხედავად იმისა, რომ სარიტუალოდ ვარ გამზადებული, ხედავთ აქ მამაკაცს, მინდა რამოდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრო. ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პრობლემა. ხო, რა თქმა უნდა, თქვენც მეც აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ხო? მაგრამ გამოიკვეთება მაგალითად რა პრობლემა, ხო, რისთვისაც მიმართავენ მაგიის წარმომადგენელს, ფინანსური კრიზისი და სიყვარულის კრიზისი, რაც ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია. მოდი ძალიან ვიწროთ, რაზეც მარათონში ვისაუბრეთ, ცოტა ესე ვთქვათ, თქვენც გაგიზიარებთ, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ. ჩემი ძაღლია მეგობრებო, თუ ხმაურობს არ შეიმჩნიოთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ მარათონში. მოგეხსენებათ, ადამიანი არის როგორ ვთქვათ, სავსე ჭურჭელი, რომ ვთქვათ. შიგნით რასაც ჩაასხავ, ის ილექება ადამიანში. ზოგი არის გახვრეტილი ჭურჭელი, ზოგი არის სავსე. ამ ჭურჭელში სითბოს ჩადებ, გავა, ჩემი ქართულით როგორ ვთქვა, გაუვა ყველაფერი, სიყვარულს ჩადებ, გამოვა აქედან, გახვრეტილიდან, ფულს ჩაყრი და გამოვა, ეს ფული ნახევარი გაიფანტება. ჭურჭელი არის ადამიანის ენერგია, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან არ აქვს სათანადო დონეზე. ავიღოთ პირველ რიგში ფინანსები, მაგალითად, ხო? ფინანსები
შესაძლებლობა და ზოგადად შესაძლებლობები ადამიანს ყველას ერთნაირი ეძლევა. აბსოლუტურად ყველა ადამიანს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგი ამ ნიჭს აღმოაჩენს, რომ თავისი შესაძლებლობები გააფართოვოს, ზოგი ვერ აღმოაჩენს, იმიტომ რომ გახვრეტილ ჭურჭელს არის დამსგავსებული. გახვრეტილი ჭურჭელი რასთან ასოცირდება ჩემთვის? ენერგიის დაკარგვასთან. ჩვენ მარათონში განვიხილეთ ეს თითოეული ასე ვთქვათ საკითხი ძალიან ჩავშალეთ ეს თემა, მაგრამ თქვენც ცოტას გაგიზიარებთ. ავიღოთ პირველი ენერგიას რა აფუჭებს. ჯადო მოგეხსენებათ, ნეკრომაგია, ჯადო, რატო ვიძახი ხო, რომ სულ ადამიანს წმენდა სჭირდება, გინდაც ჯადო არ გქონდეს, გინდაც ნეკრომაგია არ გქონდეს, ადამიანს სჭირდება მუდმივად წმენდა. იმიტომ რომ ისეთ ნეგატიურ ხალხში და არეაში ვტრიალებთ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ნათესავი ახლობელი მეგობარი. მე პირადად ნათესავებს რო ვესაუბრები იშვიათად, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ხო ჩემ პირადულს. ესეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს რაღაცაში მეჯიბრებიან. მე არასოდეს არ ვაზიარებ ჩემს პირადს. მე სოციქსელები არაფერი არ მაქვს, არც მექნება. არ ვაზიარებ ჩემს რა ვიყიდე, რა გავაკეთე, რა მანქანა მყავს, რა სამკაული მაქვს, რა ის კი არა ძალიან მერიდებოდა 1-2 ჩემი ასე ვთქვათ ბრილიანტის ბეჭდები გამოვაჩინე და ისიც მერიდებოდა არ მინდა რომ რამენაირად ადამიანი ჩემს ფინანსებზე იყოს რაღაცა როგორ თქვა ქართულად ფინანსებს ვაჩვენებდე რამენაირად ეს ძალიან საშინელებაა მაგრამ ძალიან დაბალ დონედ მიმაჩნია რა თქმა უნდა ყოველთვის ჩემი ყველაფერი გარემოც არის ძალიან სადა მაგრამ ნათესავებს თუნდაც რომ ვესაუბრები ახლობლებს ზოგი ისეთ ადამიანს ესეთი შეგრძნება კიდევ ერთხელ ვიზახი მეჯიბრება რაღაცაში მეკითხება რამე ხوار გამიკეთები მე ის მეჯიბრება ადამიანი ხო აღარ მინდა ისეთ ადამიანს რომ ვესაუბრო მართლა აღარ მინდა ამიტომ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს კიდე ძალიან ბევრი პრობლემები ოჯახში, ბავშვობიდან მოვდივართ, რაღაცა წესჩვეულებებს გვაჩვევენ, მშობლები გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გააკეთო, ზოგს არასწორად ზრდიან, ზოგს, თქვათ, ცუდად ექცევიან, სემენ, ყველას ჯვარი გწერიათ და ზოგს სექსუალურად დაუპატიურებენ, ხო, მშობლები რამდენია მეგობრებო ესეთი უამრავი, ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოში რამდენი ბავშვი და ქალი, მამაკაცი არ ვიცი, ჩემთან არ მოსულა ესეთი უკაცრავად შეხება არ მქონია, კი ყოფილა სხვა კაცის მიმართ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მშობლისგან არ ყოფილა არც ერთი მამაკაცი, ჩემთან არ მოსულა არავინ 14 წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში. ქალბატონები რამდენიც გინდათ ვერ წარმოგიდგენიათ, ხო? ეს ადამიანები მერე დიდობაში უკვე არიან ძალიან სხვანაირად, ხო? თუნდაც ან ბევრ საქმეს რომ ავალებიან მშობლები, ან ესეუბნები, ეს უნდა გააკეთო, შენ ქალი ხარ, უნდა მოითფინო, ეს გააკეთო და ეს ყველაფერი კეტავს თქვენი ბედი იქნება, წრე იქნება, თუ რაც იქნება, ეს ჯადოზე უარესია, მეგობრებო. ჯადო არის ამასთან მონაგონი, ჯადოს მაინც მოხსნი და ამ წესჩვეულებებს ძალიან ძნელია წმენდა თუ არ გაიკეთე შენი თავი. რატომ არის ხო? მე გარდა იმისა, რომ ვთქვათ ადამიანებს ხოლმე ვწმენდ ფსიქოლოგიურად რომ ვეხმარები, იქ მარათონში ჩავრთავ, იქ რაღაცას გავაკეთებ, რომ ადამიანის გონება გაიხსნას. ეს ყველაფერი კრავს წრეებს საშინლად, გიბლოკავთ აბსოლუტურად ყველაფერს. ადამიანი არის მე ამოიჩემებს ადამიანი თქვათ ვერავის რო ვეღარ ეკედლება ადამიანი ამოიჩემებს ტოქსიურ საშინელ ადამიანს ხშირ შემთხვევაში ეწეპება მას ხარჯავს მასზე ფულს კარგავს საკუთარი თავის კონტროლს ან თუ
თუნდაც შვილებზე არის გადართული შვილები გავიგეთ კაცო 10, 15, 20, 30, 40 წლისაზე აღარ შეიძლება ესე იყო გადათვლილი ხო? ანუ შვილია რა თქმა უნდა, მაგრამ დაანებე თავი მიხედე შენ თავს ხო რამდენი სახლი, რამდენი მანქანა, რამდენი უნდა ვუყიდოთ ამ შვილებს. კი, ვიცით ყველაფერი მისთვის გვინდა, მაგრამ კაი 40 წელს აღარ არის ბავშვი ხო უკვე ხო? და მიხედოს ხო იმუშაოს, კი არ მანქანები კი არ ვგზავნოთ ჩვენ. არამედ იმუშაოს. მე რო ყველაფერს ამას ვაღადებ ხოლმე და ინას რო ვიღლი, ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ფულს არ ხარჯავს, საკუთარ თავზე ენერგიას არ ხარჯავს, ესეთი ადამიანი ემსგავსება გახვრეტილ ჭურჭელს. სადაც რაც არ უნდა ჩაასხა, ეს იქნება როგორ გითხრათ, სითბო, მამაკაცის სიყვარული, ფული, ყველაფერი გავა იქიდან. ექნება ადამიანს მუდმივი უბარაკობა, დაეკეტება ყველა გზა, ენერგეტიკულად ადამიანი იკეტება, ემართება მერე ფსიქოზი, ნერვოზი და 1000 უბედურება. რა არის გამოსავალი? ეხლა ვიღაცას გაუჩნდება აზრი და ვიღაცა იქნება ესეთ მდგომარეობაში. ჩემის მხრიდან მე ესე ვთვლი, რომ გამოსავალი არის წმენდის რიტუალი. ასევე მე როდესაც კონსულტაციაზე ვიღებ ადამიანებს, აი ლამის ბავშვობამდე ვეუბნები თავის პრობლემებს მე თვითონ და წინაზე მახსოვს ერთმა ადამიანმა მითხრა მე საიდან იცით ჩემზე ამდენი რამე? აბა მე ვთქვა რისთვის მოხვედით? თქვენ თუ არაფერი არ გითხარით მაშინ? მე მოვალ მაშინ და აქეთ გადაგიხდით ახას. აბა რისთვის ვარ, რისთვის მუშაობ, ხო? თუ მე მაგის ნიჭი და ცოდნა არ მაქვს, რომ თქვენზე რამეები გითხრათ, მაშინ რაღა მინდა საერთოდ. ამიტომ გარდა წმენდის რიტუალებისა, მე კიდე იქ ვსადაგებ სხვადასხვა რიტუალებს ადამიანს და აუცილებლად ფსიქოლოგიურად ვეხმარები, ხშირ შემთხვევაში მარათონში ვრთავ, ზედმეტად რაღაცებს უკეთებ და მოკლედ აი ამ ყველაფრის ურთიერთშეთანხმებით შეიძლება ადამიანის გზა გაიხსნას. თორე ისე გინდა ჯადო მოიხსენი, გინდა სიტყვაზე სანთლები გადაიტარე, გინდა რა ვიცი სადაც გინდა წადი, რაც გინდა გააკეთე, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა არის ჩათვალეთ აი დახშული, აი ზღარბი რომ მოიკეცება ესე და უკაცრავად, მაგრამ ახლა სანთელი გადაგატარე და ეს რა ქვია, რაღაცა გაგიკეთე, მაგითი არ გაიხსნება. რა თქმა უნდა, სიყვარულის პრობლემაც მუდმივად გექნებათ მეგობრებო. მუდმივად გექნებათ სიყვარულის პრობლემა, მუდმივად. არასოდეს თქვენთან კარგი კაცი არ მოვა. ხშირად აი არ გაგიგიათ რომ წუწუნებენ გოგოები, გადასარევი გოგო ვარ, ლამაზი, ისეთი ვარ და ასე ვთქვათ, ყველა მეყრება რაღაცა, ზოგი დასახმარებელია, ზოგი ნარკომანია, ზოგი ესეთია, ზოგი ისეთია, რა გავაკეთო? ვერ ხვდებიან. კი, ეხლა რა თქმა უნდა, ჯადოს აქვთ ადამიანებს, მაგრამ ყოველას არ აქვს ეს ჯადო. ამ დროს ადამიანებს ჭირდებათ წმენდის რიტუალი, რომ ის ბავშვობის ძაფები, ის წინა ურთიერთობის ძაფები, ხო, ერთი კაცი ხო არ ყავდათ, კაცო, ან შეყვარებული ყავდათ, ან საყვარელი წინა ყავდათ, ან ბოიფრენდი, ან ვეღაცა ყავდათ წინა ადამიანი, ხო, ერთ კაცსა ხო არ შეიძლება ადამიანი იყოს, ხო? ამიტომ ადრეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხომ გახსოვთ, რომ 7 წელი, მით უმეტეს თუ სექსუალური ურთიერთობები გააქვთ კაცთან, ხო, შეიძლება დაშორდოთ ახლა რა მოხდა, დაშორდით, ხო? 7 წელი ქალის სასქესო ორგანოდან არ გადის ეს ყველაფერი. მე შეიძლება მეორესთან უცბა რაღაცა ერთდღიანი სექსუალური კონტაქტი გქონდათ, მე სხვასთან და ანუ ეს ყველაფერი იბუდებს ჩვენში. ამას ემატება ბერე ფსიქოლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ, მეგობრებო. ამიტომ ისეთ როგორ, ანუ ესე ხელწამოსაკრავი, აი ჩვენ მარათონში ისე კარგად განვიხილავთ ამ ყველაფერს, ხო? ესე ხელწამოსაკრავი არ არის ჩვენი ბედის საკითხი, როგორც ესე გგონია. მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემ ადამიანებს, ჩემს მსმენელებს, ჩემ მარათონელებს, რომელიც სულ მომყვებიან, ვიღაცას ალბათ
კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ გეგონოთ რომ ჩემი მარათონი რა არის. ანუ ბევრმა ადამიანმა არ იცის, ხო, ჩემი მარათონი არ არის, რომ ჩვენ რიტუალები გავაკეთეთ შიგ, მე გასწავლეთ უკაცრავად ტრუსი როგორ უნდა ააგდოთ იმაზე, რა ქვია, რა ქვია მაგას ქართულად ლუსტრაზე ხო და გათხოვდეთ. excuse, რას ვქო გავთხოვდე, ეხლა ტრუსის აგდება, გავთხოვდე როგორ, ვიზე უნდა გავთხოვდე, როგორ უნდა გავთხოვდე. ჯერ მე რა ესა მაქვს, ჩემი ენერგია როგორი მაქვს, მე ვინც მეძლევა მაგას რატო უნდა გავყვე. ან რას ვქო გათხოვდე, ტრუსი აგდე, გათხოვდი, რას ნიშნავს? ანუ ვერ გავიგე, ანუ ხო, ანუ ვიზე უნდა გავთხოვდე, მზათა ვარ ამისთვის, გათხოვება არის კი ჩემი პრიორიტეტი, როგორი მამაკაცი უნდა შემოხვდეს. ეს მამაკაცი მეკუთვნის მე ჩემი შესაფერისე თუ რაც მომყვა ხელში იმ ადამიანს დავუკავშირე ცხოვრება, ხო? რამდენია ესე ქალები, აი შეხა ვერ გაიგებთ ესე ვერ იტყვით, საკმაოდ სტატუსიანი ესეთი ქალები იძახიან რომ აი რა ვიცი, არ ვიცი, აი ეს რაღაცნაირად შეუქმენი ოჯახი. რო ვიკითხები, აი იფიქრეთ ან ესე ვთქვათ რაში გამოგადგებოდათ ეს ადამიანი, როგორი სტატუსი ექნებოდა საზოგადოებაში, როგორი გრძნობდით თავს მასთან ერთად, როგორი შემოსავალი ექნებოდა, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ როგორ ჩვენი ეს ერთადერთი ცხოვრებაა, ხო? რაც ახლა გვაქვს, ახლა მე არ ვიცი რა იქნება მეგობრებო. მაგას მეორედ რომ მოვალთ, მე გავიგებთ, ხო? ანუ ჩვენ თუ ერთი ცხოვრება გვაქვს უკაცრავად, მაგრამ ჩემი თავისთვის კარგი მინდა. არ მინდა ვინც ხელში მომყვება იმას გავყვე, არ მინდა ვინც რაც ხელში მომყვება ის მეცვას, არ მინდა რაც ხელში მომყვება იმ სახლში ვცხოვრობდე, არ მინდა რაღაცა ძველ სახლში ვცხოვრობდე, ანუ არ მინდა რა ესეთი ცხოვრება არ მინდა. ხო? მაგრამ უყურეთ ზოგ სათანადოდ არო, ვიღაცა ეტყვის ახლა, აბა ეგრე მილიონებიო ყველას უნდა. მაგრამ რა ვიცი, არა, ყველას არ უნდა. ყველამ შეიძლება მოინდომოს, ой, ნეტა მილიონი მქონდეს, მაგრამ ზოგი ცხოვრობს ამ სურვილით. ზოგი ამაში ენერგიას დებს. ადამიანს თქვენ ვერ გაიგებთ, ყველა არის ინდივიდუალური. ამიტომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე ძალაუფლება აქვს, მაგრამ ამას როგორ განავითარებს სხვადასხვა ადამიანი, ეს ცალკეა. აი ჩემთან ავიღოთ, ადამიანები მოდიან, აი სრულიად უბრალო ადამიანები, არც მინისტრი არ იქნება ეს ადამიანი, აი ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, რომელსაც აქვს ბიზნესი, აქვს მაღაზია, რაღაც, მეუბნება. გამიკეთეთ მგლის კბილზე მაღაზიაში, რომ წამივიდეს საქმე კარგად. ოკეი, გავუკეთებ ძალიან კარგად. მერე მოვა, გამიკეთე, თქვათ, არ ვიცი, რაღაცა ჩემ თავზე რომ წარმატებული ლამაზი სექსუალური ასე შემდეგ ვიყო. კი ბატონო გავუკეთებ. მე კიდე ანუ ადამიანი არ ნებდება, ხვდებით, ანუ ადამიანი არ ჩერდება, იქ მარათონში ერთვება, იქ რაღაცას აკეთებს, ანუ რისი თქმა მინდა ამითი, რომ საკუთარ ან ესი არ არის რა, მკითხავმა მომიხსნა საქართველოს რო იციან ხოლმე. აი რაღაცა მომიხსნა, კვერცხი ჩამიმარხა, სადღაცა და всё. არა, ესე არ დამთავრდება თვითგანვითარება. თვითგანვითარება არის დაუმთავრებელი, მეგობრებო. ისევე როგორც მაგალითად დაცვას რო გაიკეთებთ, იმ დაცვას დრო აქვს, დრო ჭირდება, ხო? თქვათ რაღაცა წმენდას რო გაიკეთებს, უსასრულო ხო არაფერი არ არის. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ ჩვენ რა გვსურს საერთოდ, როგორ გვსურს, ამაზე არ ვფიქრობთ. ვეღაცა ბიჭმა მომწერა, ვეღაცა მე რომ მეუბნებიან, ანუ თქვენ იცით ხო მე აღარაფერს აღარ ვიძახი, არავის არც ერთ მამაკაცს არ უკონტროლებ, არ ვუკრიტიკებ, ესე ვთქვათ, ადრე იცით როგორ საერთოდ მე არასოდეს არ ვაძლევ ადამიანს რჩევებს, იცით თქვენ, ხო? ეს აი არ არსებობს. მე შეიძლება გავუზიარო, აგერო, მე-15 აგვისტოში, 6 აგვისტოს გახდა 14 წელი, მე-15 წელი დაიწყო, ეხლა უკვე რა. რაც მე ვმუშაობ, ამიტომ ამდენი წლის გამოცდილებას მე თქვენ გიზიარებთ. მაგრამ ადრე იყო, რომ აი
რა მაქვს თქვენთან დასამალი იცით, მე სულ გულწრფელად გესაუბრებით, რომ ხშირად ვაძლევდი ადამიანებს, ასე ვთქვათ, ჩემს აზრს უზიარებდი მათ მამაკაცზე. მაგალითად, თუ ეს მამაკაცი სცემდა, ვეუბნეოდი, რომ მოდი არ გინდა ეგ მამაკაცი სცემს, მოდი კარგ ბედში ჩაგაგდებ უფრო რა. ოკეი. ან მაგალითად თუ კაცი წამალზე იყო, ან რაღაცა, ვეუბნოდი, რომ მოდი არ გინდა ეგ ნარკომანი ქმარი, რა გინდა რომ სულ შიში ხარ გცემს, რაღაცას გიკეთებს, რა გინდა. მაგრამ ჩემი მასწავლებელისგან ძალიან დიდი შეცდომა, დიდი უკაცრავად, როგორ არის, შენიშვნა მივიღე, როდესაც გავუზიარე ხოლმე, ეტაპობრივად, ესე ვთქვათ, მე იცით, ეხაც მექსიკაში მივფრინავ და არაფერს არანაირ რჩევას და განხილვას აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ შეიძლება მე ამ ადამიანმა თქვას, რომ უკაცრავად, მაგრამ ეს ნარკომანი ქმარი, მე მინდა. მე რა რომ წამალს ეკეთებს ღედაღამე და მე რა რომ სახლი გამიყიდა და მე რა რომ მე და ჩემი შვილი ღიაცის ქვეშ დაგვტოვა. ძალიან ბევრი კლიენტი ყავს ესეთი. მინდა რა ეს კაცი და რა შენი საქმეა? ხო? ამიტომ მე რომ მეუბნები, აი როგორ მოვიქცე? კაცთან დაკავშირებით მეგობრებო, მე არაფერს არ ვეუბნები, იმიტომ რომ თქვენ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მობმას, რასაც თქვენ გინდათ, მაგას მე გაიგეთებ. საერთოდ პრობლემა არ მაქვს. ან თქვენ რაც გინდათ, ეგ არის ჩემთვის ძალიან მთავარი, მნიშვნელოვანი და არა რა მე მინდა, ხო? მე როგორი კაციც მინდა, ისეთი კაცი მყავს. ამიტომ ცოტა გამხედი ჯობს, ხო, მაგას აღარაფერს აღარ ვეუბნები ადამიანებს, იმიტომ რომ უნდა რა ამ ადამიანს ეს არის ნარკომანი ადამიანი და დაანებე თავი, შენ ვინ გეკითხება, ხო? ანუ შენ ხო არ მოგდის სახში, ამიტომ ესე ვთქვათ, მე საერთოდ აღარ განვიხილავ ხოლმე ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ უნდა ადამიანს და მორჩა. всё, უნდა ის ნარკომანი, უნდა ეს რაღაცა, უნდა, ანუ მაგ შეკითხვებით აღარ მომართოთ ხოლმე, რა გავაკეთოთ, როგორანაირად, რომ მეუბნები ხო, მიბმამინდა გავაკეთო. ნარკომანია. ოკეი, არ არის პრობლემა. ანუ თქვენ რაც გინდათ, მე იმას ვაკეთებ. მაგრამ მაინც გეტყვით რა, ეხა კარგად დაგეგმეთ, ვინ გინდათ, რატომ გინდათ, რისთვის გინდათ, რას მოგიტანთ და აი ამის მიხედვით მიმართეთ იქ მაგი იქნება თუ თქვენი ოცნებები იქნება თუ თქვენი გეგმები იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ მე რა მიყვარს იცით, როდესაც ადამიანი ჩემთან მოდის, მივა, მე გააკეთებს, იმას გააკეთებს, ამას გააკეთებს, იმიტულას გააკეთებს და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს, რა და ავა მაღლა. ეს ჩემთვის ძალიან მაგარია, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ იმ ადამიანმა იცის რა გააკეთოს და პარალელურად მეც ვეხმარები რა გააკეთოს ფინანსებში, იმაში და ადის ეს ადამიანი ძალიან კარგად და წინ მიდის მისი ცხოვრება იდეალურად. ამიტომ საკმარისია რომ თქვენც რაღაც დონეზე გქონდეთ, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული რომ რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ და არასოდეს არ დათანხმდეთ ნაკლებ ადამიანს, ნაკლებ ხელფასს და ნაკლებ ყველაფერს. მაგრამ ეს როგორ იცით, ეს ახლა ზოგადად ვისაუბრე, მე გამოვრიცხავ ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს ჯადო, ვისაც აქვს ნეკრომაგია, ვისაც აქვს ძალიან ბევრი პრობლემები, იმიტომ რომ ესეთ ადამიანები ხშირად თავის, ესე ვთქვათ, ცხოვრებას ვერ განიხილავენ. საერთოდ, აი როგორ გითხრათ, მილიონი რომ ისე ესეთ ადამიანს 5 წუთში ღარიბი იქნება. 5 მილიონიანი კაცი რომ ისე ეგეთ 5 წუთში გაშორდება, იმიტომ რომ როდესაც ნეკრომაგია აქვს, როდესაც ჯადო აქვს, როდესაც თვალი აქვს, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, ეგეთი ადამიანი იქნება მუდმივად პრობლემებში, სანამ რამეს არ მოიხსნის და ჯადოზე მეგობრებო, მე ალბათ სხვა ვიდეოში ვისაუბრებ. ხო ვიძახდი ხოლმე, რომ სულ ვიძახდი მაგას, რომ ბოლო დროს რაც ხდება თქო საქართველოში, არ მახსოვს მეგობრებო, აი ხო გეუბნებით, მე-15 წელი დაიწყო მე ვემსახურები ამ საქმეს. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ კვალიფიკაციას ვიმაღლებ, მექსიკაში მივფრინავ, თუ არა ონლაინ, თქვათ, ვიმაღლებ კვალიფიკაციას და რა ჯადოებს არ ვსწავლობ, რომ გავაკეთო და რაღაცა, ხო? და ამ საქმეს, რა ვიცი, აგერ მოსწავლეები მყავს და მოსწავლეებს ვიყვან და მოკლედ რა ვიცი, ამ საქმეს შევალიე ნახევარი ცხოვრება. მაგრამ მე არ მახსოვს მომართვიანობა ამდენი
და ესეთი ტიპის რაც ეხლა ხდება. აი ეს წლები რა, ხო გეუბნებით, მძიმდება და მძიმდება სიტუაცია. ნუ ჯერ ჩემთან მე არავის არ ვეხები, იცით და არც არასოდეს მე არ შევეხებდი ჩემ კონკურენტს საქართველოში არც ვთვლი არავის. პირიქით აქეთ ბაძავენ მე მგონი აქეთ ყველაფერში. ესე ვთქვათ, ჯერ ხომ მოტყუებული ადამიანების არმია მოდის, აი რა გითხრათ. უამრავი. ეს ცალკე ეს კარგი გადავდოთ, მე არავის არ ვეხები, არავინ არ მაინტერესებს საერთოდ არავინ არ მაინტერესებს. ეს ერთი. მეორე, არ ინდობენ ადამიანები არავის. ხალხო 14-15 წლის ადამიანები არ ინდობენ 25, აი მაგალითად ვეღაცა კაცია, ყავს 30-35 ან 40 წლის ქალი, ან 45 წლის ქალი და არ ინდობენ 16-15, 17 არასრულწლოვანი ადამიანები, ხო? არ ინდობენ, ვერ წარმოგიდგენიათ რა საშინელ ჯადოებს აკეთებენ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, აი, რამეს გერ გიკეთებენ, რომ რაღაცა აი, ცუდად არა, ხალხო, სასიკვდილო ჯადოებს გიკეთებენ, პირდაპირ ვუდუს აკეთებენ, თონჯინას. ანუ ამას არ ჭირდება, მე ხო გითხარით ადრეც რომ მე რო თქვენზე ისედაცა, მე რო არ ვიყო ჯადოს, თქვათ, მაგი, მე რო ადამიანზე ჩემი ხელით შევქმნა თოჯინა და იმაში ნემსები გაუკეთო თქვათ, ცუდი რამე ვიფიქრო იმაზე, ან სასაფლაოში დავმარხო, არ უნდა ხალხო ამას ჯადო. არ უნდა ამას მაგი ისედაც ჯადოზე უარესი დაგემართებათ. მაგრამ ამას უნდა მაგის მოხსნა მე აუცილებლად, იმიტომ რომ სასაფლაოში ისეთი ენერგეტიკა, მეგობრებო, რა თუნდა მაგას ჯადოს გაკეთება. ანუ შენ რო წახვიდე სასაფლაოზე, ისედაც ცუდი ენერგეტიკით შემოხვალ სახში და ანუ ჯადოზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ, მეგობრებო, რა გითხრათ, ენით აღუწერელი ოჯახის დანგრევის ცდილობებია. თქვენ რომ გგონიათ, ანუ არც დაცვას იკეთებთ, აი ესე ცხოვრობთ, არც ქმარს უკეთებთ დაცვას, არც ოჯახს აკეთებთ დაცვას. ვისი ქმარი, ვის ცოლთან, ვისი ცოლი, ვის ქმართან ვერ წარმოგიდგენიათ. ანუ მე კი არ ვაკრიტიკებ ამ ყველაფერს და მე პირიქით თუნდაც 10 საყვარელი ყავდეს მეგობრებო, მაგრამ ანუ მე ვიძახი, როდესაც ადამიანი მოდის პრობლემით, ადამიანი მეუბნება, რომ ჩემ ქმარს საყვარელი ყავს. ხო, აღმოჩნდება, რომ ამ ქმარს ერთი კი რა ორი საყვარელი ყავს. აღმოჩნდება, რომ ამ საყვარლებმა ამ ქალს ისეთი საშინელებები გაუკეთეს, რომ ენით აღუწერელი. ამ ქალს ისეთი საშინელი პრობლემები აქვს, რომ ენით აღუწერელი. ნუ რა გითხრათ? მოკლედ. ამაზე მე ვისაუბროთ. ეხლა გეტყოდით ზოგადად, რომ დაფიქრდით ძალიან ბევრი თქვენს ცხოვრებაზე. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. რას აკეთებთ და როგორ აკეთებთ და რას აუცილებლად დაცვა, აუცილებლად წმენდა და დაცვის გარეშე მე არ ვიცი. მე საქართველოში, არ ვიცი, საქართველოში დაცვის გარეშე კი არა და ალბათ არ ვიცი, ფარით უნდა იარო, ალბათ მე ვფიქრობ საქართველოში ისეთ ჯადოებს აკეთებენ. მოკლედ მეგობრებო, ეს ვიდეო დავასრულოთ და გავაგრძელოთ სხვა ვიდეოს დავდებ მე, სადაც იქნება რიტუალი მამაკაცზე, რაც თქვენ ძალიან გიყვართ. დალაიქეთ ჩემი ვიდეო, დააკომენტარეთ, მოგცემთ თუ არა ჩემი საუბრები, გააზიარეთ, გამოიწერეთ არხი, კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომმართოთ WhatsApp-ზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე. ჩემთან კონსულტაციის ღირებულება არის $100 და კიდევ ვიძახი, კონსულტაციის გარეშე მე ადამიანებს არ ვიღებ საერთოდ და აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დროს სამწუხაროდ ვერ დავკარგავ, მხოლოდ კონსულტაციაზე განვიხილავ თქვენ ამბებს, ნებისმიერ საკითხს მე ვშველი, ეს იქნება თეთრი მაგია, შავი და ზოგადად თეთრი და შავი მაგია არ არსებობს, ეგ იცოდეთ. ნებისმიერ საკითხზე მე ვმუშაობ, თქვენ გინდათ ჯადოს გაკეთება სხვა ადამიანზე, თუ თქვენ გინდათ მოხსნა თუ ნებისმიერ რაც თავში მოგივათ, ეს იქნება ნებისმიერი რიტუალი, ყველაფერზე მე ვმუშაობ. ამიტომ მომმართეთ, წარმატებები ბედნიერად.